გამარჯობათ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ყავის ნალექი, თქვენ ესე ძალიან შეგიყვარდათ და გაშლა ლამაზერი კლიპტის ტაროსთი და ძალიან ღრმა და ეზოთერული წინაპრების ბარათებით და კიდევ იქნება შემოთავაზება თქვენთვის, იმიტომ რომ ეს ყავის ნალექი არის ძალიან, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული სეგმენტისთვის. აი ხა შევამჩნიე სამწუხაროდ ცრემლი ჩამოვარდა, ჩამოიფხშნა, სანამ შევძელი რომ მოვსულიყავი თქვენთან, აი ძალიან დიდი ცრემლი ქონდა. და რაც აქ ამოვიკითხე, ეს არის წარსულში ძალიან დიდი ტკივილი, ცრემლი, რომელიც თქვენ სულს მიადგა. ეხლა კი ვნახოთ, დავიწყოთ, ასე ვთქვათ, მოვლენები, რა ხდება, რა იქნება, რა მოხდება. ძალიან განსაკუთრებული სეგმენტისთვის იქნება მეთქი და მოდი ვიტყვი პირდაპირ, რომ არ შეგაწყიროთ თავი, ვისაც არ ეხება, ვისაც არ აინტერესებს ეს თემა. აქ ამოვიდა ძალიან მკაფიოდ დედობის თემა და დარჩეს ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს თემა, ან ის, ვისთვისაც ეს არის ოცნება, სურვილი, ცხოვრების მთელი მიზანი და რაღაც მსგავს პრობლემებს ეჯახება, რაც არის დედობა, დედაშვილობა და ასე შემდეგ. აქ ჩანს კაცი, იმედია თქვენც ხედავთ და მე მინდა აგიღწეროთ ეს მამაკაცი და მომწერეთ, ძალიან მაინტერესებს კომენტარებში, არსებობს ეს მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში მსგავსი, თუ აწიაფირებს შემოსვლას. ეს არის გამხდარი, ხმელი მამაკაცი, რომელიც არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და რაღაცა პერიოდი ამ მამაკაცთან თქვენ თითქოს უმალავთ, თითქოს არ ამჟღავნებთ თქვენს ქალურ ბუნებას. თქვენი მთელი ყურადღება, აი შეიძლება ის იყოს პარტნიორი თქვენი და რაღაც ეტაპზე გაწყვეტილია თქვენი ქალურობის დემონსტრირება, მოდი ვთქვათ, ასე ჩვენება, დანახვა თქვენს პარტნიორთან, იმიტომ რომ მთელი კონცენტრაცია, მთელი ყურადღება, აი ნახეთ როგორ ჩანს თქვენი სახე. იმედია ხედავთ, ავიღებ გასავებს, კარგად აინახეთ, მთელი თქვენი სახე და როგორ გახურებს და პატარა ბავშვი, მთელი ყურადღება. შეიძლება თქვენ უკვე დედა ხართ და ბავშვზე არის მთელი თქვენი ყურადღება, ან ოცნებობთ ამაზე, გინდათ რომ ყავდეთ ეს ბავშვი და ნახეთ აი აქ როგორი დიდი სამიანი იწერება. ეს არის ძალიან დიდი წყალობა ღმერთისგან. ძე, სული და მამა ღმერთი. ეს არის წარსული ფესვი, ახლანდელი დრო და აწმყო. ნახეთ, რაღაც დიდი ხანია ეს ბავშვის თემა ტრიალებს. ძალიან დიდი ხანი. აი ესე რომ ვიჭერხო, ხედავთ ქალის სახეს, ეცე და განახოთ. აი ესე ნახეთ, ქალის პროფილი, რომელიც დაყურებს ბავშვს, თოთო ბავშვს, მასზე ოცნებობს, ხოლო ასეთ დავიჭერთ, დავინახავთ აი ჰიჯაბიან ქალს. ორივე შემთხვევაში ეს არის ქალის არქეტიპი, რომელიც მალავს, რომელსაც არ აინტერესებს, რომ დაინახოს ამ მამაკაცმა მისი თავი აღიქვას როგორც ქალი. მას მხოლოდ დედობა აინტერესებს. დედობის ოცნება აქვს. აი ესე შორიდან რომ შეხედოთ ამ ნალექს, მოდი ესე დავიჭერო, კარგად აღიქვათ. ნახეთ, რამხელა მგელია, პირდაღებული მგელი და ეს არის თქვენი წარსული მხარე. რაც მეტყველებს იმაზე, რომ აი ეს რაღაცა მარტოობის, განდეგილობის, რაღაცა სიცარიელეს თემა მოგდებს წარსულიდან და ალბათ რაღაც არაცნობიერად, იმიტომ არის ესეთი ძლიერი
ბავშვთან დაკავშირებული სურვილები, ოცნებები, რომ ეს მარტოობა შეივსოს. ეხლა მე მინდა მოვაბრუნო ჭიქა და აი ეს სამიანი დაგანახოთ მეორე მხრიდან. ნახეთ რა ჩანს. ეს არის ქალი, ნახეთ, ქალი, რომელსაც თოთო ბავშვი ყრმა უჭირავს ხელში, ნახეთ როგორ ზის ჩახუტებული ყავს და ქვევით იგივე მამაკაცი, რომელიც აღწერე ფეხებს უკოცნის და წინ აი ბავშვთან ახლოს როგორი თეთრი ძაღლი არის. ნახეთ, ეს არის ოცნების ლანდი, ვიღაცასთან უკვე ახდენილი ოცნება, იმიტომ რომ ეს საჯარო არის, ხო, მე პირად ადამიანს არ უხედავ სვავ იმ განწყობით, იმ მიმართვით, იმ აფირმაციით, რომ ეს უნდა იყოს საჯარო და ამოვიდეს ის, ვისაც სჭირდება ეს ინფორმაცია. და ეს არის რაღაცნაირად თქვენი მომავალი, რომელიც გონიათ წარსული აღხდენილი ოცნება. აი ესე ვთქვათ. ეს არის ოჯახის სიყვარული, ბავშვი, გაერთიანება, მეგობრული, თბილი ურთიერთობა, საკმაოდ დაცულობა და მე მინდა დააკვირდეთ რა დახურებს აი ამ თბილ ასე ვთქვათ სიუჟეტს. ნახეთ იმის ფილარმონიასთან რომ მუზის ქანდაკება, ესე ხელებ გაშლილი დემონი, რომელსაც გასაღები კიდია, სადღაც ჯიბის ადგილას. ეს არის დემონი, რომელსაც ხელებ გაშლილია, გამარჯვებულია, აი ეს სიმბოლო ხელების გაშლა, ესე ფართოდ ჟესტია, მანიშნებელი იმისა, რომ მე გავიმარჯვე. მაგრამ მშრალია უკვე ჭიქაც სვივა. მაგრამ ნახეთ, მან მხოლოდ ბრძოლა მოიგო. ომი მოგებული გაქვთ თქვენ და ესეთი გამარჯვებული მობრუნდება და ამ დროს ხედავთ თქვენ ბავშვით, მეუღლით, მეგობრული ურთიერთობით, თბილი, დაცული, მშვიდი. ნახეთ რა მშვიდები ხართ სულ თქვენ, საერთოდ არ გაღელვებთ ამ ეშმაკის არსებობამ. მოდი ახლა ვნახოთ რა ხდება ეშმაკის ზურგს უკან. ანუ რა იყო ამ ამბის იქით. აი აქ ჩანს მწყერის ფიგურა, რომელიც ნახეთ როგორი რაღაცა, ეს არის დამკვირვებელი, არ ფრინავს მწყერი, ნელ-ნელა დაბაჯბაჯებს, ნელ-ნელა აკვირდება ყველაფერს და ამ ფიგურაზე დგას კაცი, პატარა კაცია სხვათა შორის და ზევით გაჰყურებს ძალიან ქრთალად აი ისევ იგივე ფიგურა ამოდის, აი აქ არ ვიცი რამდენად დაინახავთ, აი ძალიან ქრთალად ისევ ქალი ყრმით. ნახეთ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს მამაკაცი, რომელიც რაღაცნაირად იყურება წარსულისკენ და ნანობს, რომ ეს ქალი ბავშვით ხელში შეიძლება ყოფილიყო მისი ქალი და მისი ბავშვი. აი ამას ჩანს. მოდი ვნახოთ ახლა მომავალში, ახლანდელში მომავალში რა ხდება. პირველ რიგში ჩანს სახლი, ძალიან ძლიერი სახლი და ეს არის რაღაცა თემატიკა წამოსული საგვარეულოდან, ეგრეგორიდან. მოიძიეთ გაიხსენეთ ვინ იყო მსგავსი პრობლემით თქვენს გვარში, ქალები, დედა, ბებია, ბებიების მშობლები, ბებიები და ასე შემდეგ. აღიქვით ეს გამოიკითხეთ, თუ არა და დაელოდეთ, მე მაქვს საოცარი შემოთავაზება თქვენთვის. და ნახეთ აქ ისევ და ისევ ესეთი ქალის ფიგურა, რომელსაც აი მუცელი ნახეთ რამხელა აქვს თითქოს თავზე ზევით არის აი მუცელში ბავშვი, რომელიც მიდის აი მუზარმაზარით აიგულისკენ. ეხლა მე მინდა გაგიშიფროთ რა არის ეს. ეს არის ისევ და ისევ პრობლემა წამოსული რაღაცა თქვენი საგვარეულო ეგრეგორიდან. ზოგი ამას წელას ეძახი, ზოგი რას, მაგრამ დაელოდეთ ჩემ შემოთავაზებას, ზუსტად ამ თემას შევეხები. და რა არის გამოსავალი ამის? ნახეთ და აკვირდით, როგორ არის დაჩოქილი ქალი, ხელში ეს თუ ვინმე ტაროს კარგად იცნობს, მაქვს რო უჭირავს მაგის არკანს ხელში ჯოხი
აი ეს უჭირავს მეორე ხელში ბავშვი. ეს არის თქვენი სიმტკიცე, რწმენა, შეიძლება რაღაც რიტუალიც იყოს, რაღაც ცოდნაც იყოს, ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი, რომელიც ერთის მხრივ ეს ჯოხი შეიძლება სანთლადაც წარმოვიდგინოთ, ან მაგიურ ჯოხადაც ასუფთავებს თავის აი ამ საგვარეულო კარმას და იღებს მეორე ხელით ბავშვს და რაც თავარია აჩოქებს ამ ეშმაკს. აჩოქებს აი ამ ეშმაკს, ნახეთ როგორი დაჩოქილია რამხელა რქებით და რო ეგონა, აი მივედით ისე ვიქამდე, როცა ხელები გაშალა და აჩვენა, რომ ჰაჰაჰა მე გავიმარჯვე, ოპლეაცულად არ გაიმარჯვა, გაიმარჯვებთ თქვენ. აი ესეთი სიუჟეტი მოვიდა. ერთი მინდა დავამატო და ყავისჭიქას დავამთავრებ, გადავალ ტაროზე. აი ამ ეშმაკს ესე თუ დავიჭერ, აქვს ტოტზე შემჯდარი ფრინველი. ეს აჩვენებს, რომ მთავარი ძალა არის თქვენი სულიერება მისი დამარცხების ამ დემონით, ანუ ამ პრობლემის რაც არის თქვენი რწმენა, თქვენი სიმშვიდე და მინდობა. სამყაროსადმი. მოდი დავიწყოთ. ჯერ მოდი ნახოთ კლიპშის დასტით. კლიპის დასტით. მოდი ვნახოთ. რჩევა ვნახოთ. უბრალოდ რჩევა ვნახოთ თქვენთვის სამყაროდან. რა აქვს სათქმელი სამყაროს თქვენთვის. ძალიან საინტერესოა. ტაროც მეუბნება, რომ ალბათ ხედავთ, რომ რვიანი აწერია ამ ქალბატონოს, რვიანი თასები და მაჩვენებელია, რომ უნდა გაირკვეს 7 თაობა და მერვე თქვენ ხართ უკვე ქალების ენერგეტიკა, საიდანაც მოდის ეს პრობლემა და ეს პრობლემა არის ძალიან ძლიერი. ეს აი ნახე, ეს პრობლემა მოდის, მოქრის აი აქედან. აი ეს შვილთან, სიყვარულთან ცოტა, მაგრამ ძირითადად უფრო შვილთან დაკავშირებული პრობლემა. მოდი ახლა ვნახოთ თქვენი, ასე ვთქვათ, საგვარეულოს ვთხოვოთ თქვენს წინაპრებს. დასვა შეკითხვა. და წინაპრებმა უთხრას რჩევა, სათქმელი ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ბავშვის თემასთან დაკავშირებით. უთხრეს წინაპარმა სათქმელი. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. სასწაული ინფორმაცია ამოვიდა. პირველი ეს არის, რომ ნახეთ როგორი კუდიანი ქალი ამოვიდა, ლილიტი ამოვიდა. ლილიტი ვინ არის ახლა, მოდი არ ჩავუღრმავდეთ ამას, მაგრამ გეტყვით რა ინფორმაცია ამოვიდა. რომ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის პირველი, აი ნომერ პირველი დავალება, რომ გამოაღვიძოთ თქვენში ლილიტი, ქალური ენერგია, ცეცხლი. მეორე ეს არის დაბრუნება წინაპრებთან და ამ ასე ვთქვათ რაღაცა დაზიანების, რაც არის ჩაკეტილი კარიბჭე, თქვენს ოცნებამდე მისი აღდგენა, გასუფთავება, სიყვარულით მისვლა თქვენს ფესვებთან. და მესამე ეს არის შედეგი, თუ თქვენ ამას გააკეთებთ. ბუდე, რომელიც კალთაში გექნებათ და შიგნით ჩიტები იქნებიან, მომავალი თქვენი შვილები. ეხლა კი მე რაც დაგპირდით აქცია მათთვის, ვისაც სურს დედობა. იმიტომ რომ ეს თემა წამოვიდა დღეს და მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული სეგმენტისთვის იქნებოდა ეს შეთავაზება. პირველი შეთავაზება. მე მინდა ჯერ ვთქვა, ნახეთ, ერთი საკითხის განხილვა ბედის მატრიცაში, სადაც ჩანს თქვენი 7 თაობა, ხომ
არა მარტო ეს ცხადია, სადაც ჩანს ყველა თქვენი პრობლემის და სურვილის გასაღები, რა როგორ მოაგვაროთ. ალბათ იცით ამის ღირებულება, არ არის საჭირო ეხლა ვთქვა. განვიხილავთ ამას კონკრეტულად ამ თემას, სად არის, როგორ უნდა დაამუშავოს მითითებები, ანუ ამ მეორე, ასე ვთქვათ, რჩევა სამყარო და რაც მოგცა, ამას გთავაზობთ. ასევე გთავაზობთ პირველი რჩევა, რაც იყო, რომ გამოაღვიძეთ თქვენში ხალი კონკრეტულად თქვენთვის, აი უნიკალური, საოცარი, ეზოთერული თერაპია, რჩევა, მედიტაცია, ლოცვა, ყველაფერი ერთად. ასევე ცხადია ყავის ჭიქაში, თქვენს ყავის ჭიქაში ჩახედვა და შეკითხვები ტაროსთან და დღეს აქცია, ანუ შეთავაზება მექნება 2 ადამიანისთვის, ანუ საჩუქარი მხოლოდ პირველი 2 ადამიანისთვის. პირველი ადამიანისთვის ეს იქნება აი ესეთი დედაშვილობა, რომელიც მოხდება, გააქტიურდება რეიკის ენერგიით, გულში ჩასმული დედაშვილობა. ესეთი. ეს ვინც პირველი იქნება და ვინც მეორე იქნება, მისთვის ეს ბროწეული, რომელიც არის, ბეჭედი არის, სიმბოლო გამრავლების და ნაყოფიერების. ცხადია, იღბლის გასაღებები თითოეულ მათგანს. მხოლოდ 2 ადამიანს შემიძლია დღეს ეს შევთავაზო, საჩუქარი, თორემ მომსახურება ყველასთვის იქნება, ცხადია, ოღონდ სხვა ფასი, რეალური ღირებულების ფასი. მხოლოდ 2 ადამიანისთვის სააქციო საჩუქარი და სააქციო ფასი, ანუ ისე ვიმეორებ, ყავის ჭიქის განხილვა, ტაროს კონსულტაცია, ძველი, არქაული, სიბრძნით დამუშავება, meditația, ლოცვა, ქალური ენერგიის გაღვიძება, ბედის მატრიცაში ამ პრობლემის განხილვა, ნახვა სად არის და ამის დამუშავების გზები. პლუს ეს 2 საჩუქარი. თავისი იღბლის გასაღებებით სულ რაღაც 150 ლარად. ეს არის მხოლოდ დღევანდელი შემოთავაზება. გემშვიდობებით მომავალ იდმედამდე, მომავალ ვიდეომდე, მომავალ ნაბიჯამდე, მომავალ სიხარულამდე, მომავალ სიახლემდე, თქვენ ნათია შაი.